დავაჩქარებ. დაიწובה, ეხლა თავს აღარ შეგაწყენთ. გშია ხო? ხო და? მარილის გაკეთებასაც განახევ და ხორცი რო შეიწვევა მაგასაც. ეხლა გამორდი. მაშ ასე მეგობრებო. აი ეს უკვე გაკეთდა, ეს ჯერ კიდე ცხელია. ბატონო დათუჩი. და ეხლა ნახე. მე წამოვიღებ აი ესეთი ხრახნიანი ქილა შუშის. რომ უბრალოდ ნახოთ შიგნიდან რანაირი რაღაცაა და აი ამაში, აი შეხედი აქ ამაში. ამაში მე წყალი ავადუხი. აი დუღს ხედავთ? ანუ დუღარი წყალი უნდა გქონდეთ, ნუ ცეცხლს თუ გააკეთებთ, იქვე შეგიძლიათ გვერდზე ეგ ამბავიც. აი ამას მოაგროვებთ ბანკაში. ანუ ნახო ქილაში. მადლობა ბატონო დათუჩ რომ ისწორებთ ხოლმე. აი ეს. შესახედავად შეიძლება ისეთი არ იყოს ძალიან, მაგრამ მარილი გექნება თუ ეჭველი. ნაპერტკალი არ უნდა ქონდეს. არა, ქონდეს მე წყალსო დაასხავ. თავარია რომ მიწა არ შეყვეს რა. გაიგე ბატონო დათუჩ. დავით უბრალოდ. აი ეს მოაგროვეთ, შეგიძლიათ მე რაღაც ფოთლებისგან პატარა ცოცხივით გააკეთოთ რა. და ეს ყველაფერი მოაგროვოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეხლა მე მარილიც ამაქვს. დაგერ კოსმოს 2 შაურმის გაკეთებასაც ვაპირებ. მაგრამ უბრალოდ პრინციპს გაჩვენებთ რა. ეს შეგიძლიათ ბევრი დაანთო და ამდენი კი აღარ იწოვთ, აღარც ის ქვა არ გიდათ. დაანთე და კაი ჯიგრიანი ნახში რომ დაიყრება, უკვე რომ დაიფიფქება, რასაც ეძახენ რომ გათეთრდება. აი ეგა. მანამდე წყალი ადუღდა. აი სპეციალური ისა მაქვს, რა ქვია. არა, სამხედრო ის არის რა. ახლა ამას მე ჩავაყრ. აღარ გვიდა. ან იყოს, აი უყურეთ. ამას წყალს დაასხავთ ესე. აი ესე. მეორიც არ არის საჭირო, აი ნახეთ. რამდენია. სახურავს გაუკეთებთ, ეს შეიძლება სამხედრო კარდალა იყოს, არა, მნიშვნელობა და დადებთ. დადებთ 3 საათი, ანუ არა ნაკლებ 3 საათის, არა რომ აი ამან ნახშირმა იმუშაოს და ეს თავისი წვენი მარილი უფრო სწორედ წყალში გამოიტანოს რა. მე შეგიძლიათ ეს ნახშირი გადაწროთ.